და დიპლომატი. მოგესალმებით დოალო. საღამოშიდობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენთან როგორც უკრაინაში ყოფილ ელჩთან მინდა რომ უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ცოტა კრიზისი წარმოიშვა პატარა, ხო, თავდაცვის მინისტრის გადადგომის შემდეგ და ხალხი გამოვიდა ქუჩაში თავდაცვის მინისტრს უჭერს ხარჯს და ასე შემდეგ რა მოხდა. თუმცა მანამდე მინდა თქვენი კომენტარი გთხოვოთ, აგერ მოულოდნელად დონალდ ტრამპმა წერილი გამოუგზავნა ირაკლი ყობახიძეს, ნახავდით. სამადლობელო მოლოცვასთან დაკავშირებით. რატო მოულოდნელად? ნუ აქამდე არ გამოუგზავნია როგორც მახსოვს. ერთი გამოუგზავნა ყაველაშვილს, როცა ჩვენი დამოუკიდებლობის დღე იყო, იქაც მოლოცვის თემა იყო. ოღონდ აქ ესეთი რომ მოუთმენლად ველოდებით ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, სუვერენიტეტის უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის ხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესი მივაღწიოთ. და ნუ ოცნებისთვის ახლა ეს დიდი ამბავი იქნება დარწმუნებული ვარ. კარგია თუ ამას მიიღებენ როგორც მოტივაცია საიმისოთ რომ მართლა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები საიმისოთ რომ ჩვენი ურთიერთობა ამერიკელებთან შევიდეს ახალ ფაზაში და თუ რა უნდა გააკეთონ ეს კარგად არის ცნობილი წინა კონტაქტების შედეგად იმიტომ რომ ამერიკელებმა ძალიან მწყობრად ჩამოაყალიბეს ეს ჯაჭვი ჩვენი თანამშრომლობის გაუმჯობესების ანუ პირველი რომ ამერიკელებს ჭირდებათ სტაბილურობა საქართველოში მეორე რომ ამ სტაბილურობის თანამონაწილეები და თანაშემქმნელები უნდა იყვნენ პოლიტიკური პარტიები მესამე რომ იმისთვის რომ ეს მოხდეს შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას ქართულმა ოცნებამ და მეოთხე ყოველივე ეს შექმნის ახალ ვითარებას რაც ჩამოაყალიბებს ხელახლა საქართველოს როგორც სანდო პარტნიორს ამერიკის შეერთებული შტატების რეგიონში და ზოგადად და თუ ეხლა ეს წერილი მიიღეს იმის მოტივაციად რომ ეს შესაბამისი ნაბიჯები გადადგან ძალიან კარგი იქნება ჯერჯერობით მე ამისთანაც ვერაფერს ვერ ვატყობ ნახოთ ახლა რა სიზამე ჯერ ახალია ეს წერილი მაგრამ საერთოდ მაკაბოჯორიშვილი ვაშინგტონში იმყოფება ასე რაღაც კონფერენციაზე რუბიო მიიწვია და ამასაც დიდად აპიარებენ ასე ხო აპიარებენ იმიტომ რომ ეს არის ნუ გასაგებია რომ აპიარებენ და ძალიან კარგია რომ მოიწვიეს იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი კონფერენცია რომელიც ეძღვნება პოლიტიკური ტერორიზმის საკითხებს და შესაბამისად ამერიკელები თვლიან რომ საქართველოს ამ პრობლემებთან აქვს სერიოზული შეხებები პოლიტიკურ ტერორიზმთან და ეს ასეა რეალურად ამ ინფორმაციას ძალიან კარგად ფლობენ ამერიკელები მაგალითად იმ ჯგუფების საქმიანობა შეიძლება ჩვენ გავიხსენოთ რომელიც არის კონცენტრირებული ამ შიიტური სასწავლო ცენტრების ირგვლივ ხო შესაბამისი შეძახილები, სიმღერები, პორტრეტები და ასე შემდეგ. ეს არის ზუსტად იმ პოლიტიკური ექსტრემიზმის და ტერორიზმის ნიშნები, რომელსაც ეძღვნება ეს კონფერენცია და ამიტომაც სრულებითაც არ არის შემთხვევითი რომ საგარეო საქმეთა მინისტრი იქ არის მიწვეული. მეორე საკითხია, როგორ გამოიყენებს ქალბატონი მაკ ამ შესაძლებლობას, რომ რეალურად წაწიოს წინ საქმე ჩვენი თანამშრომლობის ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ნახავთ ამ ყველაფერს ალბათ უახლოეს მომავალში გავიგებთ იქნება თუ არა რეალური წინსვლა. და რეალურად შეძლებს თუ არა ქართულ ოცნებამ თავისი პირობებით დაალაგდეს, ხო, ქართულ ოცნებამ თავისი პირობები აქვს, რომ აი როგორც ვართ, ესეთი მიგვიღეთ, რომ თუ პრაქტიკულად პირობაც არ არის, აი ძაღლის ვაი როგორიც ვართ, აი მე არაფერს არ გავშევცვლი, თქვენ შეიცვალეთ. როგორც ალიევს იღებთ, ისე მიგვიღეთ. ხო არა, როგორც ალიევს იღებენ ისე მიგვიღეთ, ამას შეიძლება ნაწილობრივ იმუშაოს, იმიტომ რომ ეს გეოპოლიტიკური რეალობა მაინც რეალობაა. ოღონდ ეს გეოპოლიტიკური ჩვენი მდებარეობა სრულებითაც არ არის ქართული ოცნების დამსახურება, ეს ჩვენი წინაპრების დამსახურებაა, მაგრამ აქ მეორეშია საქმე. ამ ჩვენ ფუნქციის რეალიზაციასთან დაკავშირებით ეხლა იქმნება შესაბამისი თამაშის წესები. სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე, სადაც აქტიურად მონაწილეობენ ამერიკელები, ევროპელები, ევროკავშირი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყველა მოკლედ საქართველოს გამოკლებით. და ეს რას ნიშნავს, რომ ჩამოყალიბდება ეს თამაშის წესები საქართველოს გარეშე. ეს არნიშნავს იმას, რომ სრულიად იქნება იგნორირებული ჩვენი ინტერესები, მაგრამ ისე ჯეროვნად არ იქნება გათვალისწინებული, როგორც იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი დიპლომატები და შესაბამისად ჩვენი წარმომადგენლები მიიღებდნენ მონაწილეობას ამაში და ეს ბევრ ნიუანსში შეიძლება გამოიკვეთოს. ამასთან დაკავშირებით, ეხლა ბუნებრივად შენი მდებარეობა იმას არნიშნავს, რომ ავტომატურად შენ ყველა სიკეთეს მიიღებ. ამისთვის არის საჭირო ყოველდღიური სისტემური ბრძოლა. არა, ვერ გადაგვახტებიან, მაგრამ ისე როგორც ჩვენ შეიძლება ვისარგებლოთ ამ ჩვენი მდებარეობით, ჩვენ ვეღარ ვისარგებლოთ, იმიტომ რომ ამ თამაშის
წესების ჩამოყალიბებაში უბრალოდ მონაწილეობას მე ცოტა განსხვავებული აზრი მაქვს, მაგალითად თუ ასე გააგრძელეს, რატო ვერ გადავახტები ახლა მაგალითად ამერიკის ადგილას რო იყო, ჯერ ერთი იმაზე, რასაც ეხლაც ეს ბაქო-ჯეიხანი, ანუ აზერბაიჯან, თურქეთის პრაქტიკულად მილსადენზე უარს მაინც ვერ იტყვის ეს საქართველოს, რაღაც გამოვა რომ აზერბაიჯანსაც უნდა დაუპირისპირდეს, თურქეთსაც უნდა დაუპირისპირდეს, ეხლა ეს აკლია კიდე სრული ბედნიერებისთვის და ამიტომ ნუ რატომ უნდა გავუსმენთ მაგაზე ჩვენც ვერ ვიტყვით უარს. ვერც თურქები ვერ იტყვიან და ვერც ამერიკელები, იმიტომ რომ ეს არის საერთაშორისო ნავთობის ბაზრის 2%-ის უზრუნველყოფა. ეს 50 მილიონი ტონა, რომელსაც მაქსიმალურად ატარებს ეს ნავთობსადენი, მაგრამ მე რას ვამბობ, რომ მაგალითად, აი ნუ რას გულისხმობ იმაში, რომ ჩვენ ჯეროვნად ვერ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას. ანუ თავარი აქცენტები არა იმაზე დაისმება, რომ საქართველოს სატრანსპორტო საკომუნიკაციო დერეფანი არის ყველაზე ეფექტური, აქ არის სანდო პარტნიორი და ინვესტიციები ჩავდოთ, დავეხმაროთ. ამაზე არ იქნება აქცენტი და სხვა რაღაცებზეც გადავა, ანუ ფოკუსები და შესაბამისად ჩვენ ისე ვერ ვისარგებლებთ როგორც სხვა შემთხვევაში ეს მოხდებოდა თქო. ამას ვამბობ და ამისთვის არის საჭირო ძალიან სისტემური მუშაობა ყოველდღიური ყველა პარტნიორთან ორმხრივი, მრავალმხრივი დიპლომატიის ფორმატებში და ასე შემდეგ. მარტო ეგ არის საჭირო თუ აქ რაღაც უკან დახევა და ცოტა დემოკრატიის დაბრუნება ქვეყანაში თუ ის ქართულს ხო მაგას ამბობ როგორც ალიევს იღებთ როგორც ავტორიტარს, ისე მიგვიღეთ ჩვენც. მე დიქტატორი ვიქნები და თქვენ ეს მანთან არის დაკავშირებული. ჩვენ რატო არ გვპატიჟებენ ამ ფორმატებში? იმიტომ რომ ეს ცვლილებები, რაზეც ჩვენ ახლა ისაუბრე, ამ ცვლილებებზე ვარს ამბობს მართველი პარტია. და შესაბამისად ეს საკითხები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. თუ მაგალითად ის მოთხოვნები, რასაც ელოდება ჩვენგან ამერიკის შეერთებული შტატები, არ განხორციელდება, დავრჩებით იზოლაციაში, აქედან გამომდინარე ყველა შედეგი. თუ განხორციელდა, მაშინ აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას ამ ფორმატებში, სხვათა შორის ამას შესაბამისი პროფესიონალური მომზადებაც და კომპეტენციაც სჭირდება. არ არის შესაბამისად საკმარისი მხოლოდ იქ დასწრება და ასე ვთქვათ რაღაც კონსპექტირება იმის რას ლაპარაკობენ შენი პარტნიორები, შენი პოზიციები, არგუმენტები, შენი საინვესტიციო გეგმები, ასე ვთქვათ, იქ უნდა მიიტანო შენი რეფორმები და ასე შემდეგ, ხო? და ეს ყველაფერი კომპლექსური საკითხია, რა თქმა უნდა. კი ბატონო, ნახოთ და ამის პარალელურად აგერ ლავროვის 3+3 ფორმატში გვეპატიჟება კვლავ. არ ვიცი, ჯერჯერობით თავს იკავებს ოცნება, მაგრამ როდემდე შეიკავებს თავს აქედან. ესე იგი, მე ურჩევდი ბატონ ლავროვს ჯერჯერობით ბატონი ალიევი დაარწმუნოს მაგაში. არა, იმას აზერბაიჯანთანო კარგად მუშაობთო კონსტრუქციულად. რაც მე ახლა შუშაში საინფორმაციო ფორუმზე მოვისმინე ალიევის შეფასებები მაგ შორის ამ ფორმატის, მაინც და მაინც კარგად ვერ მუშაობენ. იმიტომ რომ ალიევის რჩევებს არ ითვალისწინებენ. და ალიევის რჩევა რა იყო? იმისთვის რომ ეს 3+3 ფორმატი შედგეს და გახდეს ნორმალური ფორმატი, უნდა გადახედო ძალიან დიპლომატიურად თქვა პრეზიდენტმა ალიევმა საკუთარ პრიორიტეტებს რეგიონში რუსეთმა. და შესაბამისად უნდა მეტად დაეყრდნოს, როგორც მე წავიკითხე, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ნორმებს და როდესაც სერიოზული, ასე ვთქვათ, თანამდებობის პირი, ან კონკრეტულად მეოთხე დსთ-ს დეპარტამენტის დირექტორი, საგარეო საქმეთა, ხო, ჯერ ერთი ჩვენ დსთ-სთან რასაკვირვებთ, მაგრამ საერთოდ ისინი ხო სხვანაირად აზროვნებენ. როდესაც ის ამბობს, რომ სამხრეთ კავკასიაში ჩვენ 5 ქვეყნიდან 4-თან გვაქვს კარგად ჩამოყალიბებული სტრატეგიული ურთიერთობებიო. აი ამ განცხადების შემდეგ ამ წარმომადგენელთან როგორ უნდა დაჯდეს საქართველოს წარმომადგენელი ნებისმიერ ფორმატში მოსალაპარაკებლად. აი ეს უნდა მოაგვარონ ჯერ. მე ვილაპარაკოთ 3+3-ზე. ხო, მე აქ ვილაპარაკობ საქართველოს ხელისუფლება რამდენად იკადრებს ახლა ამას და დახუჭავს თვალს ამ ძალიან რთული, მე ვფიქრობ ძალიან რთული. აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ქვეყნებად აღიარებენ, ხო, რთული იქნება ნამდვილად. მგონი უკრაინაზე რომ კი ბატონო, გადავიდეთ უკრაინაზე. გადავიდეთ კი. რა გახდა ამ მცირე კრიზისის მიზეზი, რაც ახლა იქ არის? ხო, ну, ჯერ ერთი ზოგადად უნდა ვთქვათ, რომ უკრაინა არის აქტიური, ასე ვთქვათ, ცხელი ომის ფაზაში. და აქ ამ წნეხს ყველა ეს ამ სერიოზულ წნეხს ყველა ვერ უძლებს და სამწუხაროდ იულია სვირიდენკო, რომელიც რამოდენიმე ხანი იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, არის ამის ნათელი მაგალითი.